მასწავლებელი არ არის უბრალოდ ის ადამიანი, რომელიც მხოლოდ საგანს გვასწავლის. ზოგჯერ მასწავლებელი არის ხმა, რომელიც მოსწავლეს მთელი ცხოვრება თან დახვდება. მეორე ის ადამიანი, რომელიც დედასაც მშობლად აკრებაზე უთხრეს, რომ თქვენი შვილი ცხოვრებაში ვერაფერს ვერ მიაღწევსო და მისკენ თითი გაიშვირეს. წლები გავიდა და ვერასოდეს ვიფიქრებდი თუ ოდესმე მე თვითონ გავხდებოდი მასწავლებელი. და მაგის გაფიქრებაზეც კი ვამბობდი, რომ რატომ უნდა გახდეს ადამიანი მასწავლებელი თქო. ალბათ იმიტომ, რომ მე ვერ ხვდებოდი თუ რატომ გახდა ის ჩემი მასწავლებელი თვითონ ამ პროფესიის ადამიანი. რადგან მართლა აზრს ვერ ხვდებოდი. ახლა როცა უკვე დაახლოებით 1000 სტუდენტზე მეტი, 1000 მოსწავლეზე მეტი მყოლია, ხვდები, რომ ჩემი ყველაზე საყვარელი პროფესია მასწავლებელი. და ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემს თითოეულ სტუდენტს მივცე მოტივაცია, რომ ისინი ყველაფერს შეძლებენ. რადგან ოდესღაც მე ვიყავი ის სანდრო, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ ცხოვრებაში ვერაფერს ვერ მიაღწევდა. მასწავლებელი არის ბავშვის სარკე, რომელშიც თუ ბავშვი იყურება და ის არ არის დარწმუნებული, ეს უკვე ძალიან დიდი პრობლემაა. თუ შენ ვინც ამას უყურებ მასწავლებელი ხარ, იცოდე, რომ შენ სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს და ის ძალიან დიდ გავლენას ახდენს შენი მოსწავლის მომავალზე. წლები გავიდა, მე მასწავლებელი გავხდი და ძალიან დიდი დრო დამჭირდა იმისთვის, რომ გადამელახა ის ფაქტი, რომ მე შემეძლო რაღაცისთვის მიმეღწია. და მართლაც მჯეროდა ამ ყველაფრის, როდესაც მეუბნებოდა, რომ შენ მართლაც ვერაფერს ვერ მიაღწევ ცხოვრებაში. და ძალიან რთული იყო ამის გადალახვა, ამის აღმოჩენა, რამის გაკეთება და ამისთვის ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ჩემი უნივერსიტეტის ლექტორებს, სადაც საუკეთესო ადამიანები შევხვდნენ და საუკეთესო გამოცდილება, მოტივაცია და ცოდნა მომცეს. ალბათ შეუფასებელია საგნის სწავლის გარდა ისეთი რჩევები და გამოცდილებები მივიღე მათგან. ყოველთვის მიჭირდა მათემატიკა. მე შინოდა მაგ საგნის, მეგონა რომ მიუღწეველი რაღაც იყო ეს. უნივერსიტეტში რო დავიწყე, პირველი ლექცია იყო კალკულსი. ძალიან შემეშინდა და ლექტორთან მივედი და უთხარი, რომ ამ პროფესიაზე იმიტომ ჩავაბარე, რომ მათემატიკა არ ყოფილიყო მეთქი რა და ცოტა უცნაურად გამიცინა, დაფასთან გამომიყვანა და პირველი მაგალითი ამიხსნა. მაგ პერიოდის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი საგანი იყო და სწორედ მაშინ გავაცნობიერე, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება შენი მასწავლებელი და როგორ აგიხსნის ამ ყველაფერს. მივხვდი, რომ მათემატიკაში ნიჭი მქონია. მაგრამ ჩემი სკოლის პერიოდს რო გადახედოთ, გაგიჟდებით, საერთოდ ვერც კი მიხვდებით, რომ ეს ორი ადამიანი ერთი და იგივე იყო. შეფასებებით, სწავლის კუთხით. ამიტომ მაგ მომენტში დავფიქრდი და ჩემი მიდგომებით შევცვალე. ვაკვირდებოდი ჩემს ლექტორებს, ვითვალისწინებდი მათ რჩევებს და საბოლოო ჯამში ძალიან დიდი სურვილი გამიჩნდა, რომ ჩემი ლექტორების ნარი გამხდარიყავი. უბრალოდ მასწავლებელი ყოფილიყავი. ყოველ ლექციაზე, ყოველ გაკვეთილზე ვცდილობ, რომ მთელი სული და გული ჩავაქსოვო და ჩემს სტუდენტს მივცე ყველაფერი, რაც ჩემს გონებაში და გულში არის. და ყოველთვის იცოდნენ, რომ საუკეთესოები არიან, რომ ყველაფერს მიაღწევენ. ბევრის აზრით და სხვათა შორის ცოტა არა, მართლა ბევრის აზრით მე ეს ყველაფერი იმიტომ გავაკეთე, რომ ჩემს მასწავლებელზე გამწარებული ვარ, გაბრაზებული ვარ და ამ ყველაფრის მოტივაცია სწორედ ეგ მაძლევს. მაგრამ ეს არ არის სიმართლე. საერთოდ არ ვაქცევდი მაგ ფაქტს ყურადღებას, არც კი ვფიქრობდი. დღეს ქუჩაში რომ ხდება ჩემი მასწავლებელი, გზის მეორე მხარეს გადადის, არ მესალმება, ან თავი აქვს ქვევით ჩაწეული. მიზეზი არ ვიცი რა არის. ვერ ხვდები უბრალოდ. სტატიაც დაიწერა ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, იქაც სახელები არ იყო დასახელებული, მაგრამ ვეცადე რომ უბრალოდ
რაც იყო ის გამომეჩინა. ერთადერთი რისი გრძნობაც მაქვს ახლა, როდესაც ჩემს სტუდენტებს ვასწავლი და იმ მომენტში სადაც ვდგევარ, მაქვს მხოლოდ მადლიერების გრძნობა. მაგრამ არა იმ მასწავლების მიმართ, რომელმაც დამამცირა. არამედ იმ სანდროს მიმართ, რომელიც არ გაჩერდა. არ მიყვარდა ჩემი გვარის გაგონება. ყოველთვის ზოგადად საბჭოთა მასწავლებელმა იცოდნენ ხოლმე გვარით მომართვა სტუდენტის მიმართ. და ცუდად მქონა ჩარჩენილი. აი, ხო გქონიათ მდგომარეობა, რომ ადამიანი თქვენს მიმართ დაძაბული, გაბრაზებული, გაღიზიანებული საუბრობს და სწორედ ეგრე ხდებოდა გონებაში ჩემი გვარი. მაგრამ წლები გავიდა და ალბათ ისეთი პერიოდი მოვიდა, იმდენი კარგი ადამიანი გავიცანი, რომ ჩემი სახელი და გვარი ძალიან ტკბილად მხდება. და ზუსტად სწორედ ხვდები თუ რა ყოფილა, რომ შენ წარმატებული სტუდენტი ყავს. არ ვიცი ჩემს მასწავლებელს რა мотиваცია ჰქონდა, რატო გადაწყვიტა ზოგადად რომ მასწავლებელი ყოფილიყო. მაგრამ მე პროცესში მივხვდი თუ რა მაგარია რომ მასწავლებელი ხარ და მხოლოდ იმიტომ რომ როდესაც შენი სტუდენტი წარმატებას აღწევს, ბედნიერია. თუნდაც თანხად გამოიმუშავებ შენი მასწავლებლის წარმატებული ხდება, უფრო და უფრო წინ მიდის, მაგაზე მაგარი мотиваცია არ არის. ვფიქრობ თითოეული მასწავლებლის мотиваცია ეს უნდა იყოს. და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. თუ შენ ხარ ადამიანი, რომელიც მასწავლებელია, იცოდე რომ შენი ბავშვის სარკე ხარ. და თუ იმ სარკეში ბავშვი იხედება და თავისავს წარმატებულს ვერ ხედავს, мотиваცია არ აქვს. მაშინ შენში არის პრობლემა და ეს აუცილებლად უნდა გამოასწორო. იმიტომ რომ თითოეული შენი სტუდენტის წარუმატებლობა მე აქ ბავშვებზე მაქვს საუბარი, სკოლის მოსწავლეებზე და არა უკვე ზრდასრულ ადამიანზე. თუ შენ ბავშვს პრობლემა აქვს, ყველაფერთან დაკავშირებით, мотиваციასთან, სწავლასთან დაკავშირებით, ჩათვალე ყველაფერი შენზე არის. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადოთ თითოეულ ჩემს სტუდენტს, ჩემს მეგობარს, ვინც ამ პროცესში გვერდში მედგა და ყველა იმ კეთილ მასწავლებელს, ვინც ცდილობს, რომ თავისი სტუდენტი ბედნიერი და წარმატებული იყოს. მადლობა ყურადღებისთვის.